Ყველას მივესალმები, გისურვებთ საერთო გამარჯვებას, საერთო წინსვლას ცხოვრებაში, ღმერთში გამდიდრებას, გონების დახვეწას და საბოლოო ნეტარების მოპოვებას ვუსურვებ ჩემი ჩათვლით სულ ყველას. თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მეტწილად განისაზღვრება ჩვენი სოფომხედველობით. სოფომხედველობა არის ღირებულებების სისტემა, რომელიც ხელმძღვანელობს. ყველაზე ხშირად ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენს ცნობიერებაში ქვეცნობიერად ჩამოყალიბდა გარკვეული რამ, რასაც ჩვენ კარგად, ანუ დადებითად მივიჩნევთ, ან რასაც აც თუ ისე კარგად მივიჩნევთ. და ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვაფასეთ სიტუაციას, ანუ ყოველ ჯერზე, როცა ვგრძნობთ თუ განვიცდით, ჩვენი შეფასებები, ჩვენი გრძნობები, ჩვენი გადაწყვეტილებები, ეს ყველაფერი ყოველთვის მომდინარეობს ჩვენი სოფომხედველობის სისტემიდან. ანუ ის არის გარკვეული პრიზმა, რომლითაც ჩვენ სამყაროს ვუყურებთ. თავის მხრივ სოფხედველობა განისაზღვრება ღრმა ღირებულებებით. ანუ არის რაღაც სტრატეგიული რამ, რაც ქმნის საფუძველს, კერძოდ ჩვენი ცხოვრების საძირკველს. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ყველაზე ხშირად ეს ფასეულობები ქვეცნობიერში ღრმად არის დალექილი და ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ მათ. მაგალითად, ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ძლიერმა სუსტი არ უნდა დაჩაგროს თუ შეურაცხოს. მაგრამ რატომ ხდება ეს ასე? ცოტას თუ შეუძლია ახსნას. ან რატომ არ უნდა აცხენინოს ძლიერმა სუსტს? ისე, იმიტომ რომ ეს კაცი სუსტია. გასაგებია სუსტია და ამიტომ. მაგრამ რატომ არ უნდა აცხენინოს ძლიერმა სუსტს? იმიტომ რომ ეს განპირობებულია გარკვეული ღირებულებითი სისტემის გამო, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ. რომელიც ამბობს, რომ ძლიერი უფრო მეტ ძალას ფლობს და ამიტომ ის უნდა იყოს ყურადღებიანი იმის მიმართ, ვინც უფრო სუსტია და ასე შემდეგ. ადამიანები რა თქმა უნდა ცდილობენ ამის ახსნა მოიძიონ, მაგრამ ვინ თქვა, რომ ძლიერმა არ უნდა შეურაცხოს სუსტი? და რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს. ქრისტიანები მიიჩნევენ, რომ ღმერთმა თქვა ასე და ამიტომაც ეს ასეა. და სწორედ აქ ჩვენ მივდივართ გლობალურ ღირებულებამდე. ფაქტია, რომ სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული შეხედულება აქვს იმის შესახებ, თუ რა წარმოადგენს ყველაფრის საფუძველს, რაზეც ცხოვრებაა აგებული. მაგალითად, ჰუმანისტები თვლიან, რომ ყველაფრის საფუძველი საზოგადოებრივი აზრია. ასე ფიქრობს ადამიანების უმეტესობა და სწორედ ამიტომ არის ეს ასე. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. მაგალითად, ნაცისტურ გერმანიაში ადამიანების უმეტესობა თვლიდა, რომ ებრაელები უნდა განადგურებულიყვნენ. თუ ეს სიმართლეა, თუ ეს მართლა ასეა. და თუ ადამიანების უმრავლესობა ასე თვლის, მართლა აქვს ამ უმრავლესობას მინიჭებული კონდეს უფლება ჭეშმარიტ საბოლოო ხელისუფლებაზე, ანუ ინსტანციაზე? ჩვენ ხედავთ, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ზოროასტრიზმის მიმდევრები და სხვა აღმოსავლური რელიგიები აცხადებენ, რომ ყველაფერი სიკეთესა და ბოროტებას შორის მარადიული ბრძოლიდან მომდინარეობს. ხოლო სიკეთე და ბოროტება მარადიულია. და ისინი, გახსოვთ ის ნიშანი, ინი და იანი. ისინი ძალიან ახლოს იკვეთებიან ერთმანეთში. და მოკლედ, ვერავინ იტყვის, ან ვის შეუძლია თქვას, რომ სიკეთე ბოროტების გარეშე ვერ იარსებებს. მაგრამ ისინიც კი ხვდებიან, რომ სიკეთე ბოროტებაზე უკეთესია. მაგრამ ვინ თქვა ეს? ეს ძალიან რთულია. ასეთი მიდგომის პრობლემა მხარი საფუძვლის არარსებობაა. ადამიანებს მხარი საფუძველი არ გააჩნით. მსოფლიოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მატერიალისტური შეხედულებით ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ ისინი თვლიან, რომ სამყარო მარადიულად არსებული ატომების შემთხვევითი შეჯახების შედეგია. ამ მიდგომას მთელი რიგი სირთულეები ახლავს თან. პირველ რიგში ის სრულიად დაუსაბუთებელია, როგორც სამეცნიერო, ასევე ფილოსოფიური თვალსაზრისით. იმისთვის, რომ ქაოსიდან რაიმე მოწესრიგებული სისტემა წარმოიშვას, საჭიროა ინფორმაცია და ძალა, რომელსაც შეუძლია მისი განხორციელება. ეს მიდგომა სრულიად კარგავს ყოველგვარ მორალურ საფუძველს. თუ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ცილოვანი ნივთიერებების ცვლაა, ანუ მეტაბოლიზმია, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ცილები ცოცხალ ადამიანში მეტაბოლიზდება თუ მკვდარში? თუ სიცოცხლე უბრალოდ ცილების მეტაბოლიზმია, მაშინ ყველაფერი აბსოლუტურად აზრს კარგავს. გარდა ამისა, ამ პოზიციის მქონე ადამიანები არათანმიმდევრულები არიან. ანუ, თუ ისინი თვლიან, რომ სამყარო უბრალოდ ქაოსია, რომ უჯრედები უბრალოდ შემთხვევით დაუკავშირდნენ ერთმანეთს გარკვეული გზით და ამიტომაც ასეთია დედამიწაზე ცხოვრება დღეს, მაშინ შეუძლებელია საერთოდ რამის თქმა, რომ აი ეს სწორია, ან ეს არასწორია. ეს უბრალოდ შეუძლებელია, რადგან თუ ცხოვრება ქაოსია, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ვლინდება ეს ქაოსი? თუმცა ადამიანების უმეტესობა
ასე არ ცხოვრობს. მაგალითად, ათეისტების ან მატერიალისტების უმეტესობა თვლის, რომ მკვლელობა ბოროტებაა, არა კეთილსინდისიერება კი ცუდი. ისინი ცდილობენ ცხოვრებაში სამართლიანობისკენ ისწრაფოდნენ. რატო ცდილობენ ამის გაკეთებას? იმიტომ რომ სადღაც ქვეცნობიერში, მის სიღრმეში ისინი კვლავ ამტკიცებენ, რომ არსებობს უნივერსალური კანონები. მესმის, რომ ახლა ძალიან რთულ საკითხებზე ვსაუბრობ. ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ დღეს ვიწყებთ დაბადების წიგნის შესწავლას და არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. დაბადების წიგნის მიზანია გვაჩვენოს, რომ ყველაფერს აქვს საფუძველი. ეს საფუძველი განსაზღვრული, კონკრეტული, ძალიან მყარი და ობიექტურია. უბრალოდ თუ ამ საფუძველს ვერ გავიგებთ, ჩვენი ცხოვრება ხო პირდაპირ მასზეა დამოკიდებული. თქვენი გადაწყვეტილებები, თქვენი ემოციები, თუ როგორ აღიქვანთ საკუთარ თავს, როგორ ხედავთ ცხოვრების მიზანსა და საზრეს, როგორ აფასებთ, რემ კარგად ჩაიარა თუ ცუდად, როგორ აფასებთ იმას, რასაც მიაღწიეთ და ნამდვილად სასიკეთოა თუ არა. ყოველივე ეს ერთ საკითხამდე დადის. მყარ საფუძვლამდე, იმ საფუძვლამდე, რომელზეც ჩვენ ვდგავართ, რომელზეც თქვენ ვდგახართ. რა თქმა უნდა, არიან სხვადასხვა ადამიანები უცნაური იდეებით. მაგალითად, ძველად ეგვიპტური მრწამსის თანახმად, ადამიანები ასე ხსნიდნენ, რომ სამყარო რამდენიმე ღმერთის მიერ შეიქმნა. ან კიდევ ისინი, რომლებიც თვლიან, რომ ოდესღაც ქაოსი იყო, შემდეგ ამ ქაოსიდან ერთი გიგანტი ადამიანი გაჩნდა, შემდეგ ეს ადამიანი დაიშალა და მის გულიდან ადამიანები წარმოიშვნენ, მისი ღვიძლისგან მიწა, მის თირკმლებისგან კი ხეები და ფრინველები და ასე შემდეგ. ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, რომ ეს მითებია და რა თქმა უნდა არ გვჯერა მათი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს სრულიად განსხვავებული მიდგომა, ეს არის ღვთაებრივი მიდგომა, რომელიც ამბობს, რომ ყველაფრის დასაწყისი არის ღმერთი, რომელმაც შექმნა. და აქ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხამდე მივდივართ. როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთს ყველაფრის საფუძვლად ვაღიარებთ, გულისხმობთ, რომ ღმერთმა არა მხოლოდ შექმნა ცა და დედამიწა, არამედ დაადგინა ყველაფრის წესრიგი, თუ როგორ უნდა არსებობდეს ყველაფერი. თუ იცით ისტორია, როდესაც ვაკვირდებით საზოგადოების განვითარებას, ყველა საზოგადოება, რომელიც ცდილობდა კონტროლის მოპოვებას, ან ყველა იდეოლოგია, რომელიც ცდილობდა საზოგადოებაზე კონტროლის მოპოვებას, ყოველთვის პირველ რიგში ყურადღებას ანიჭებდა ადამიანების რწმენას. საბჭოთა კავშირში მომხდარმა სოციალისტურმა რევოლუციამ ერთ-ერთ პირველ ამოცანად სწორედ ხალხში ღმერთის არსებობის შესახებ წარმოდგენების განადგურება დაისახა. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მათ უბრალოდ არ მოსწონთ ადამიანები, რომლებიც ღმერთის სამთ, ანუ არ მოსწონთ ღმერთის რწმენის იდეა, არამედ ამას კონკრეტულად მიზანდასახული, ფსოფრმხედველობრივი, ანუ იდეოლოგიური მიზეზი აქვს. რადგან თუ ადამიანებს სამთ ღმერთის, რომელმაც ყველაფერი შექმნა და სამყაროს წესრიგი დაამყარა, მაშინ ეს კომუნისტები ან ბოლშევიკები კარგავენ ხალხის მართვისა და კონტროლის ინსტრუმენტს, ვინაიდან მაშინ ისინი ღმერთით იმართებიან. სწორედ ამიტომაც ხედავთ აგრესიულ ანტირელიგიურ პროპაგანდას 1920-იან და 1930-იან წლებში. სწორედ ამიტომ მილიონობით სასულიერო პირი იქნა განადგურებული. ეს არ არის უბრალოდ შემთხვევითობა, ეს არ არის მხოლოდ ტერორი, არამედ ეს იდეოლოგიურად მიმართული ტერორია, რომელსაც საკუთრივ კონკრეტული მიზანი აქვს. ასევე როგორც ჰიტლერმაც რაღაც მსგავსი რამ გააკეთა ნაცისტურ გერმანიაში. ამ სოფხედოლობას ეკლესიის დათგუნვა სურდა, რათა მას უარეყო ცოცხალი ღმერთი, როგორც თავისი უმაღლესი და აბსოლუტური ავტორიტეტი და უბრალოდ მიეტოვებინა. თანაც იმგვარად, რომ ამ ეკლესიას არ ქონოდა საფუძველი და არანაირი ნიადაგი. ზუსტად იგივე ხდება დღესაც. დღეს სამყაროს იდეოლოგია, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, სწორედ ამაზეა ორიენტირებული. იცამეთ რაც გინდათ და რომელი ღმერთიც გინდათ, გარდა ავტორიტეტული ცოცხალი ღმერთისა, ვინც საუბრობს და ვისი სიტყვებიც ნამდვილად კანონია, თანაც უნივერსალური კანონი ყველასთვის. სწორედ ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ გადავწყვეტე დრო დამეთმო, რათა გვენახა თუ რას ამბობს ბიბლია ამ საფუძვლის შესახებ. არ ვიცი რამდენ დროს მოვანდომებთ, მაგრამ შევეცდებით ამ წიგნს ოდნავ უჩვეულო კუთხით მიუდგეთ. მინდა დავიწყო იოანეს სახარების პირველი თავის, პირველი 4 მუხლის საკითხით. გთხოვთ გადაშალეთ თქვენი ბიბლია. ძალიან საინტერესოა იოანე მახარებელი. ახლა როდესაც კითხულობთ, გახსოვდეთ, რომ ის მეთერზე იყო. და სინოდრიონის წარმომადგენლებმა ერთხელ მის და პეტრეს შესახებ თქვეს, რომ ისინი უციგნურები იყვნენ. ანუ ის უციგნური მეთევზე იყო. და ის, რასაც იოანეს სიტყვებში ვკითხულობთ, არსებითად აღემატება ნებისმიერი ფილოსოფოსის სიღრმეს, სიბრძნესა და სიზუსტეს, რომელიც მასზე ადრე ან მას შემდეგ ყოფილა. მოისმინეთ, რას ამბობს იგი. დასაწყისში იყო სიტყვა ლოგოსი, და სიტყვა ლოგოსი იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან, ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა.
მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. იონე აქ იყენებს სიტყვას მიზეზი, რის გამოც მე ფრჩხილებში მოვიხსენიე, როგორც ლოგოსი, არის ის, რომ ეს არის სიტყვა, რომელიც ორიგინალურ ბერძნულ ტექსტშია გამოყენებული. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამყაროს წარმოშობის შესახებ ყველა ზღაპრული წარმოდგენების შემდეგ გამოჩნდნენ ბერძენი ფილოსოფოსები, კერძოდ ჰერაკლიტე, რომელმაც პირველმა წამოაყენა ეს იდეა. მათ დაიწყეს მრავალფეროვანი ზღაპრული წარმოდგენების ჩანაცვლება იმ მოსაზრებით, რომ სამყარო რაღაც ზეგონიერის მიერ შეიქმნა და მათ ამ ზეგონიერის კონცეფცია ამ სიტყვით, ლოგოსით გამოხატეს. მაგრამ თვითონ ეს ადამიანებიც, ეს ფილოსოფოსებიც კი ვერ ახერხებდნენ ამ რამდენიმე მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემას. თუ ვინ დგას ამ მაღალ ორგანიზებული ინფორმაციის მიღმა, ვის წინაშე ვაგებთ პასუხს? ეს კითხვა უშუალოდ გამომდინარეობს იქიდან, რასაც ვამბობთ. და აი რას გვამცნობს იოანე მახარებელი. თავდაპირველად იყო სიტყვა. სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან, ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ამ განცხადებაში რამდენიმე ნათელი საკითხია, რომელიც განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს. პირველ რიგში ნათქვამია, რომ იყო დასაწყისი. ანუ არსებობს თეორიები, რომლებიც ამბობენ, რომ მთელი სამყარო ციკლურია. ის უბრალოდ აღმავალ და დაღმავალ ფაზებს გადის. ბიბლია კი ნათლად ამბობს, რომ იყო დასაწყისი. მეორე, აქ ნათქვამია, რომ ყველაფერი ლოგოსით დაიწყო. მესამე, აქ ნათქვამია, რომ ლოგოსი ღმერთია. მეოთხე, აქ ნათქვამია, რომ ყველაფერი რაც კი შეიქმნა, ლოგოსის, ანუ ღმერთის ქმედების შედეგად გაჩნდა. ანუ აქ ჩვენ ვხედავთ ყოფიერების ორ კატეგორიას: ლოგოს, რომელიც ყოველთვის იყო, და ყველაფერს იმას, რაც მისგან წარმოიშვა და დაიწყო არსებობა. ბიბლია საოცრად ზუსტი წიგნია და ის არსებულ რეალობას ასევე ზუსტად ასახავს. ის ღვთის გამოცხადების შედეგია, რომელიც სულიწმინდის, სულიერების ღმერთის განსაკუთრებული მოქმედებით მიიღება. და სწორედ აქ ამ მონაკვეთში იოანე მახარებელი გადმოგცემს ამ 4 მუხლს, რომელიც არის დაბადების წიგნში გადმოცემულის მოკლე შეჯამება. დაუბრუნდეთ დაბადების წიგნს. გთხოვთ, გადაშალეთ ეს წიგნი და თან იქონიოთ, რადგან მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მას დიდ ყურადღებას დაუთმობ. ასე იწყება ბიბლია. დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა. აი კვლავ დასაწყისი. ბიბლია კვლავ საუბრობს დასაწყისზე. სხვათა შორის დაბადების წიგნს ორიგინალურ ენაზე, ებრაულ ენაზე ბერეშითი ეწოდება. სიტყვა ბერეშითი ნიშნავს დასაწყისს, დასაბამს. ორიგინალურ ებრაულში ბიბლიას პირველ წიგნს დასაწყისი ეწოდება. ინგლისურად მას Genesis ეწოდება, რაც ლათინური სიტყვიდან გენეზისი მომდინარეობს, რომელიც თავის მხრივ ბერძნული ენიდან არის ნასესხები. ეს სიტყვა გენეზისი ერთი ებრაული სიტყვის თარგმანია, რომელიც დაბადების წიგნში მრავალჯერ მეორდება. და ეს სიტყვა არის ტოლიდოთ. სიტყვა ტოლიდოთ ინგლისურად ითარგმნება როგორც წარმოშობა ან წყარო. ანუ დაბადების წიგნი არის დასაწყისისა და წარმოშობის წიგნი. აქ ღმერთი განზრახ ათავსებს ამ წიგნს ბიბლიის დასაწყისშივე, რათა ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანები ბიბლიის კითხვას იწყებენ, ისინი ხელახლა იწყებდნენ იმის გადახედვას, თუ რა არის დასაწყისი. თუ დაბადების დასაწყისს გამოტოვებ, შეიძლება მორწმუნე იყო, მაგრამ მხოლოდთვის მცირედ მორწმუნე იქნები და შენს რწმენას საყრდენი არ ექნება. ასევე ყოველთვის ორიენტაცია დაკარგული და დაბნეული იქნებით თქვენ ცხოვრებაში. თქვა წარმომავლობა ტოლედოთ რამდენიმე ადგილას ხვდება. მე აქ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. დაბადების წიგნის მეორე თავის მეოთხე მუხლში წერია: ეს არის დაბადება ცისა და მიწისა, როცა უფალი ღმერთი ქმნიდა ცას და მიწას. სიტყვა დაბადება, ანუ წარმოშობა, არის ტოლედოთ, რაც სიტყვით ითარგმნება, ეს არის წარმოშობა. იგივე სიტყვა გვხვდება დაბადების წიგნის მეხუთე თავის პირველ და მეორე მუხლებში, მაგრამ აქ უკვე სხვაგვარად ითარგმნება როგორც გენეალოგია, იგივე რაც წარმომავლობა. ეს არის ადამის წარმომავლობა, ანუ ტოლედოთ, ანუ ადამის გენეალოგიის წარმომავლობა, საიდანაც ადამი მოვიდა. ხოლო მეათე თავის პირველ მუხლში, სადაც აღწერილია ნოეს ძეთა მოდგმა, ეს სიტყვა უკვე არის ნათარგმნი როგორც გენეალოგია. დაბადების წიგნში ათობით მსგავსი პასაჟის მოძიებას შევძლებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გვთავაზობს სხვათა და სხვათა გენეალოგიებს და ყველაფერი არის ნათლად წარმოდგენილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის რომ სწორად აზროვნება ვისწავლოთ, უნდა ვიცოდეთ, საიდან მოდის ყველაფერი, რა არის ყველაფრის წყარო, რა არის სამყაროს არსებობის აზრი, რატომ ვარსებობთ ჩვენ, თქვენ და მე, ვინ და როგორ მართავს სამყაროს და რა არის სიცოცხლის ფუნდამენტური ღირებულებები. თითოეულ ამ კითხვას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
როგორც უკვე ვთქვი, თქვენი სიცოცხლე, როგორც აქ დედამიწაზე, ასევე მარადისობაში პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უპასუხებთ ამ კითხვებს. სწორედ ამ კითხვებზე ამახვილებს ყურადღებას პავლე მოციქული ათენში ქადაგებისას. არ დაგავიწყდეთ, რომ ის პირველ რიგში პასუხობს კითხვას, თუ ვინ არის ღმერთი, რათა შემდგომ იესო ქრისტეს შესახებ ილაპარაკოს. ანუ, სამყაროს საფუძვლის გააზრების გარეშე შეუძლებელია ადამიანის ბუნების სწორად გაგება, შეუძლებელია ისტორიის სწორად გაგება, შეუძლებელია ხსნის, ანუ გამოსყიდვის სწორად გაგება, შეუძლებელია იმის სწორად გაგება, რაც დღეს ჩემს ცხოვრებაში ხდება. დაბადების სიგნის გააზრების ან მისი დაუფასებლობის გარეშე შეუძლებელია სამყაროს სწორი სურათის ქონა. შეუძლებელია საკუთარი თავის გააზრება და შეფასება ამჟამად. დაბადების სიგნის სწორად გააზრების გარეშე შეუძლებელია ჩვენ გარშემო არსებული რეალობის სწორად შეფასება, სამოქმედო გეგმის შემუშავება, იმის შეფასება თუ საით მიექანება მსოფლიო და ასე შემდეგ. ფსალმუნების წიგნში მეათე ფსალმუნის მესამე მუხში ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რაქნას. დღეს ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც საძირკველი უზარმაზარი მასიური თავდასხმის ქვეშაა და როდესაც საძირკველი დანგრეულია, აზრი არ აქვს ადამიანს უთხრა, მიდით ღმერთთან, თაყვანიეცით ღმერთს, როდესაც ადამიანს საერთოდ არ ესმის ვინ არის ღმერთი. როდესაც ადამიანს თანდათანობით წაართვეს ღმერთისა და რეალობის შესახებ ჭეშმარიტი გაგება და რით ჩაანაცვლეს ის? სწორედ ამიტომაც უნდა შევისწავლოთ დაბადების წიგნი. დღეს ჩვენ ამ წიგნის ზოგად მიმოხილვას შეუდგებით და შევეცდები მოკლედ ვისაუბრო და ორი ძირითადი მიმართულებით განვიხილო. დაბადების წიგნს ორი მიზანი აქვს. პირველი მიზანი ისაა, რომ დაბადების წიგნი გვიმჟღავნებს ღმერთის რეალობას. ის გვანცნობს თუ ვინ არის ღმერთი. აი ადამიანი, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს, არ იცის ღმერთის შესახებ. აკურდება მის ირგვლივ არსებულ სამყაროს, გადაშლის წიგნს, გადაშლის ბიბლიას და ად ბიბლიაში მან უნდა დაინახოს ღმერთი. მან უნდა შეიცნოს თუ ვინ არის ღმერთი. ვინ არის ის, ვინც ყველაფერი შექმნა? ვინ არის ის, ვინც მის ცხოვრებაში უმაღლესი ხელისუფლებაა? ვინ არის ის, ვინც ერთ დღეს თქვენ და მე პასუხს მოგთხოვს? ეს არის პირველი ამოცანა, რომელიც დაბადების წიგნს ეკისრება. მეორე მიზანია ის, რომ დაბადების წიგნი გვიმჟღავნებს არსებულ რეალობას, ანუ განმარტავს სამყაროსა და სამყაროში ყველაფრის წარმოშობის რეალობას. დღეს ჩვენ მოკლედ განვიხილავთ ამ ორ ასპექტს, რათა დავინახოთ ზოგადი სურათი და შემდეგ მომავალ კვირას თუ უფალინებებს უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, რათა დეტალურად განვიხილოთ თითოეული ეს ელემენტი, თითოეული ეს დეტალი. ამრიგად, დაბადების წიგნი გვიმჟღავნებს ღმერთის რეალობას. ბიბლიის ყველა წიგნი უპირველეს ყოვლისა ღმერთს გვიმჟღავნებს. რატომ? იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც საფუძველთა საფუძვლების წიგნი, დაბადების წიგნი ამას განსაკუთრებით მაღალი ხარისხით ახორციელებს. ამის მიზეზი, მეგობრებო, ისაა, თუ როგორ წარმოგიდგენიათ ღმერთი, ეს დიდწილად განსაზღვრავს ვინ ხართ და როგორი იქნება თქვენი ცხოვრება. დღეს უკვე განვიხილეთ ღმერთის სხვადასხვა წარმართული წარმოდგენები, რომლებიც მას ადამიანის მსგავს ან რაღაც უპიროვნო არსებად წარმოაჩენენ. ასეთი ღმერთი არ შეიძლება იყოს სიცოცხლის საფუძველი ან საყრდენი. ასეთ ღმერთს არ შეუძლია ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა დავამატოთ. ასეთი ღმერთი არ არსებობს. უბრალოდ, ასეთი ღმერთები არ არსებობენ. დაბადების წიგნი კი სრულიად სხვა ღმერთზე საუბრობს. ღმერთზე, რომელიც ადამიანური გადმოსახედიდან შეუძლებელია. ეხლა კი განვიხილავთ ბიბლიური ღმერთის რამდენიმე ძირითად მახასიათებელს და იმას, თუ რას ამბობს დაბადების წიგნი ღმერთზე. როგორც თქვი, ამას ძალიან მოკლედ განვიხილავთ, რათა მოგვიანებით ცოტა უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ. პირველი, რასაც დაბადება ამბობს ღმერთზე, არის ის, რომ ის თითარსებული ღმერთია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რადგან ათეისტები და ასე შემდეგ სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც როცა ცდილობენ მორწმუნეებს დაუპირისპირდნენ და მათთან კამათი წამოიწყონ, ხშირად სვამენ კითხვას: ვინ შექმნა ღმერთი? თუ ყველაფერს აქვს პირველ მიზეზი, თუ ყველაფერი რაღაც მიზეზით გაჩნდა, მაშინ ღმერთსაც უნდა ქონოდა პირველი მიზეზი. ასე რომ, რეალობა ისაა, რომ ღმერთი თავისი ბუნებით თითარსებულია. დაბადების წიგნის პირველი თავის პირველ მოხლი. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა. ბიბლიაში უპირველესად ნათქვამია, რომ ღმერთი ყველაფრის დასაწყისია. ეს სრულიად ნათელია, როგორც უკვე განვიხილეთ იოანე მახარებლის ციტირებით. ეს არის პირველი, რაც უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი არ არის შემთხვევითობა, არც ევოლუცია, არც ხწნადი გიგანტი, არც ზევსი და არც სხვა მითიური არსება. რეალური ღმერთი ყველაფრის სათავე და დასაწყისია. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. პირველი თავი ღმერთს მთელი ქმნილების წყაროდ წარმოაჩენს, ხოლო მეორე თავის დასაწყისში მოსე ამ ღმერთის ხასიათის შესახებ ცოტაც გვიყვება. დააკვირდით მეოთხე მუხტს.
ეს არის ცისა და მიწის დასაბამი, როცა უფალი ღმერთი ქმნიდა ცას და მიწას. თუ ყურადღებით წაიკითხავთ დაბადების პირველ თავს, დაინახავთ, რომ მთელი პირველი თავის განმავლობაში სიტყვა ღმერთი ჩნდება ებრაულ ენაზე ელოჰიმ. ხოლო აქ მეოთხე მუხლში კიდევ ერთი სიტყვა ჩნდება უფალი ღმერთი. სიტყვა უფალი არის იახვე. თქვენ გსმენიათ ეს სიტყვა იახვე ან იეღოვა, რაც ნიშნავს არსებულს. ჩვენ ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია მასზე. ებრაულ ენაში ეს სიტყვა ზმნა, ყოფნაზე არის დაფუძნებული. ამიტომაც, როდესაც ღმერთი მოსეს წარუდგენს თავს და მისი მეშვეობით ისრაელის ხალხს, ის თავის ბუნებას თავისი სახელით განმარტავს. აი მოусმინეთ. და უთხრა მოსემ ღმერთს: აჰა, მე მივალ ისრაელის ძეებთან და ვეტყვი მათ, თქვენი მამების ღმერთმა მომავლინა მეთქი თქვენთან. და მეტყვიან, რა არის მისი სახელი? რა უთხრა მათ? და უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. ინგლისური თარგმანია I am who I am. ზოგადად სიტყვა იახვეს თარგმნა ძალიან რთულია და ძალიან რთული სათარგმნია. შუათაშორის ეს სახელი ებრაელებისთვის იმდენად წმინდა თითულება, რომ ისინი მას არ წარმოთქვამენ. და მისი წარმოთქმა აკრძალულია. როდესაც ისინი იახვეს მიმართავენ, ისინი ყოველთვის ამბობენ ადონაის. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს სახელი თავისთავად იმდენად დიდებულია, რომ მასთან მიახლოება შეუძლებელია. როგორც უკვე თქვი, ეს სახელი აგებულია ზმნა ყოფნაზე, რუსულად быть, ინგლისურად to be. მისი ძირითადი არსი, მისი ცენტრალური იდეა, ვფიქრობ, ყველაზე ზუსტად არის გადმოცემული როგორც მე ვარ არსებული. ანუ დამოუკიდებლად არსებული ვინმესგან ან რაიმესგან დამოუკიდებლად. კიდევ ერთხელ, როგორც უკვე გითხარით, ეს მხოლოდ მოკლე პრეზენტაციაა ყველაფრისა, რასაც დეტალურად შემდგომში განვიხილავთ. მეორე ასპექტია, თუ როგორ გვიცხადებს დაბადების წიგნი ღმერთს, როგორც სუვერენულ ღმერთს. რას ნიშნავს სუვერენული? სუვერენული სრული დამოუკიდებლობა და უზენაესი ხელისუფლებაა. სამყაროში არ არსებობს არავინ, არაფერი, არც ორგანიზაცია, არც ადამიანთა ჯგუფი, არც ანგელოზები, არც დემონები ან სხვა ვინმე, ვის წინაშეც ღმერთი არის ანგარისვალდებული. თავად ღმერთს აქვს აბსოლუტური ხელისუფლება და აბსოლუტური შესაძლებლობა გააკეთოს ის, რაც სწორად მიაჩნია. აი ეს არის სუვერენულის მნიშვნელობა. ეს კი რეალობაა. ადამიანებს შეუძლიათ იკამათონ, ფილოსოფოსებმა სხვადასხვა თეორია წამოაყენონ. არა, ასე არ შეიძლება იყოს, მაგრამ ასე უნდა იყოს, მაგრამ ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ისე, როგორც ფილოსოფოსები ამბობენ, რეალობას არ შეესაბამება და ასე შემდეგ დაუსრულებლად. მაგრამ ღმერთი აკეთებს იმას, რაც სურს. ზოგს მოსდონს ეს, ზოგს არა. ზოგი კამათობს, ზოგი ამბოხებს, ზოგი ამბობს, არა, ესეთი ღმერთი არ მჭირდება. ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. მაგრამ რეალობა ისაა, ღმერთი არავის ეკითხება თავის საქმეს, ის აბსოლუტურად სუვერენულია. ზუსტად ასე წარმოგვიდგენს ბიბლია ღმერთს დაბადების წიგნის პირველ თავში. დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა, და მიწა იყო უსახურუდაბური და იყო ბნელი უფსკრულის პირზე და სული ღვთისა იძროდა წყლის პირზე და თქვა ღმერთმა, იყოს ნათელი და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგი იყო და გაჰყო ნათელი ბნელისაგან. ამ მუხლებს უფრო დეტალურად განვიხილავთ შექმნის შესახებ საუბრისას. მაგრამ შეხედეთ რა ძლევამოსილია ღმერთი. აქ ხედავთ, რომ ის აკეთებს იმას, რაც მას სურს. დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ზოგადად პირველებში აქ არის ნათქვამი, რომ ღმერთი იღებს გადაწყვეტილებას და ის მას ასრულებს. მეორე რიგში აქ აღწერილია პროცესი. ბნელ უფსკრუვზე ის ამას აკეთებს თავისი სულის ქროლვით. ღვთის სუნი იძროდა წყალზე. მოდით განვიხილოთ აქ მოცემული სიტყვა. სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე. სიტყვა მიმოქროდა ან იძვროდა, გააჩნია ბიბლიის რომელი გამოცემა გავფრთხილთ, არ ნიშნავს სწრაფად ფრენას, არამედ ლივლივს. იმ გაგებით, მსგავსად იმისა, როგორც კროხი, ისე ერთხა გარშემო ამ წყალს. ამგვარად აქ შექმნის პროცესი აღწერილი. ღმერთმა სულის მეშვეობით იმოქმედა მატერიაზე, რის შედეგადაც მისგან დედამიწა წარმოიშვა. შემდგომ ნათქვამია, თქვა ღმერთმა, იყოს ნათელი, რაც ნიშნავს, რომ ღმერთმა წარმოქმნა. მან უბრალოდ ნატურა კი არა ანთო, არამედ მან თავად აღძრა სინათლის ფენომენი. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი ღმერთის განუსაზღვრელ პოტენციალზე მეტყველებს. ანუ ჩვენ ფუნქციონირებთ დედამიწის საზღვრებში, სინათლის საზღვრებში, გრავიტაციის საზღვრებში, მატერიალური შეზღუდვების საზღვრებში, ბუნების კანონების საზღვრებში, მაგრამ ღმერთია ის, ვინც ამ ყველაფერს ქმნის. მან შექმნა ისე, როგორც მას სურდა. მან ეს ისე შექმნა, როგორც 2-ს მიუმატოთ 2 უდრის 4-ს და ამას ვერავინ შეცვლის.
არავინ მოიპოვება, ვისაც შეუძლია ღმერთს კონკურენცია გაუწიოს. უпростоრად, ბევრია, ვინც ღმერთს ეჯიბრება, მაგრამ ვერავინ შეძლებს ამის წარმატებით გაკეთებას. შეგიძლიათ უკმაყოფილო იყოთ იმით, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. შეგიძლიათ უკმაყოფილო იყოთ იმით, თუ როგორ შექმნათ თავად თქვენ, მაღალი თუ დაბალი. თქვენი ნებაა როგორც გსურთ. ეს აბსოლუტურად არაფერს ცulis. და რატომ? იმიტომ რომ მან გადაწყვიტა ესე და არც შენთვის უკითხია და არც სხვისთვის. ღმერთი სუვერენულია. ღმერთი ქმნის სამყაროს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. ღმერთი ცოდვილ ადამიანებს განსჯის და სამოთხიდან აძევებს. ამას ისე აკეთებს, როგორც თავად თulis საჭიროდ. ღმერთი წარღვნით ანადგურებს დედამიწას, მან გადაწყვიტა და მან ეს შეასრულა. ღმერთი აურევს ბაბილონელთა ენებს და მათ თანამშრომლობის უნარს ართმევს. ღმერთი ჭებს აბრაამს და მასთან აღთქმას დებს, ამასაც ისევ თავად წყვეტს. ღმერთი თავისი ნებით ისააკსა და იაკობს რთულ, უკიდურესად რთულ გზაზე მიუძღვება, რათა მიაღწიონ მის მიერ დასახულ მიზანს. ეს არსებობის საფუძველია. დაბადების წიგნი გვიჩვენებს, რომ ღმერთი ყველაფერს განაგებს. მესამე, რასაც ღმერთის შესახებ დაბადების წიგნში ვხედავთ, არის ის, რომ ღმერთს წარმოგვიდგენს როგორც შემოქმედს. ის ქმნის სამყაროს არაფრისგან, უხილავიდან ქმნის ხილულს. ეს არის მისი ძირითადი განსხვავება ადამიანებისგან, ვინაიდან ადამიანები შექმნილნი არიან ღვთის ხათად და მსგავსად და მათაც შეუძლიათ ქმნადობა, მაგრამ მხოლოდ იმისგან, რაც უკვე შექმნილია. ადამიანებს კი არ შეუძლიათ არაფრისგან შექმნან. ღმერთი არაფრისგან ქმნის და არა მხოლოდ არაფრისგან ქმნის, არამედ ქმნის კანონების მთელ სისტემას, რომლის ფარგლებშიც არსებობს ყველაფერი, რაც შექმნილია. ეს არის მისი ძირითადი განსხვავება ადამიანებისგან, ვინაიდან ადამიანები შექმნილნი არიან ღვთის ხათად და მსგავსად და მათაც შეუძლიათ ქმნადობა, მაგრამ მხოლოდ იმისგან, რაც უკვე შექმნილია. ადამიანებს კი არ შეუძლიათ არაფრისგან რაიმე შექმნან. ღმერთი კი არაფრისგან ქმნის. და არა მხოლოდ არაფრისგან ქმნის, არამედ ქმნის კანონ-წესების მთელ სისტემას, რომლის ფარგლებშიც არსებობს ყველაფერი, რაც შექმნილია. და ეს უკანასკნელი სრულიად მთელ სამყაროს მოიცავს. უფრო მეტიც, ღმერთი ქმნის სიტყვით. ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, ვინაიდან სიტყვა ინფორმაციის მატარებელია, ინფორმაციის, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს. კიდევ ერთხელ, ოდესაც რეალობის ახსნას ბიბლიური კუთხით განვეხილავთ, ის ძალიან ზუსტად შეესაბამება იმ სინამდვილეს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. ვუყურებთ, რა ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს, ხედავთ, რომ მომ ბიბლია ერთადერთი წიგნია, რომელიც მას განმარტავს. დაუბრუნდეთ დაბადების წიგნის პირველი თავის მესამე მუხლს და თქვა ღმერთმა, იყოს ნათელი და იქმნა ნათელი. ის სიტყვით ქმნის. შემდგომ მეექვსე მუხლი. თქვა ღმერთმა, იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გახოს წყალი წყლისგან და შექმნა ღმერთმა მყარი და გახარა მყარს ქვემოთა წყლები, მყარს ზემოთა წყლებისგან და იქმნა ასე. მან სთქვა და ახსოვდა. უწოდა ღმერთმა მყარს ცა, იყო საღამო და იყო დილა, მეორე დღე. ამგვარი მტკიცებულებებით სავსეა პირველი თავის მუხლები. ხოლო მე-11 მუხლში შემდეგ თქვა ღმერთმა, აღმოაცენოს მიწა მცენარეული, ბალახი, თესლის თესველი. და ისევ ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ ღვთის სიტყვის მოქმედების სრული სირთულე. მაგრამ არსებობს მექანიზმი, რაღაც ის, რაც ჩვენთვის გაუგებარია, მაგრამ ღმერთისთვის სრულიად გასაგები, რომლითაც მისი სიტყვა რეალურად იწვევს დედამიწის მიერ ბალახის აღმოცენებას. და აღმოაცენა მიწა მცენარეული, ბალახი, თესლის თესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. აქ ყურადღება მიაქციეთ ჯიშის სახეობას და არა მხოლოდ ბალახს, რომელიც ყველგან ამოდის, არამედ არის სხვადასხვა გვარი ხეებიც, თავისი ჯიშის მიხედვით. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. ანუ ღმერთი ქმნის სიტყვით, ღმერთი ქმნის მრავალფეროვნად, ღმერთი ქმნის ძლევამოსილად, ღმერთი ქმნის გონივრულად, ღმერთი ქმნის მოწესრიგებულად, ღმერთი ქმნის თანმიმდევრულად. კიდევ ერთხელ, თუ ღმერთი ინებებს, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ისევ. მეოთხე ასპექტი, დაბადების წიგნში წარმოდგენილი ღმერთი პიროვნებაა. ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია. და სად ხედავთ ამას? ბერძენ ფილოსოფოსებიც კი, რომლებიც ბევრად აღემატებიან ყველა იმ მითების მორწმუნეებს, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ არსებობს ზეგონება, მაგრამ უარყოფდნენ მის პიროვნულ ბუნებას. ბიბლია კი ამბობს, რომ ღმერთი დასაბამიდან პიროვნება იყო. პირველად, სად ხვდებით ამას? როცა ვკითხულობთ მე-20 მუხლს, სადაც ის ამბობს, და თქვა ღმერთმა,
უფრო მეტიც, ღმერთი შემფასებელია. ვნახოთ 21 მუხლი. შექმნა ღმერთმა დიდი ვეშაპები და სხვადასხვა ქვეწარმავალნი, მათი გვარისამებრ, რომელთაც აავსეს წყალი და ოლა ფთოსანი ფრინველი მათი გვარისამებრ და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო. ანუ ღმერთი ქმნის სიტყვით, ის ლაპარაკობს და სიტყვებს წარმოთქვამს და სიტყვიდან ჩნდება ქმნილება და მას შეუძლია შეხედოს და ის გადაწყვეტილებას იღებს, რათა შეაფასოს, რომ ეს კარგია. ასევე იცით, რომ ღმერთი აკურთხებს. 22 მუხლში ვკითხულობთ და აკურთხა ისინი ღმერთმა. კურთხევა კი მხოლოდ პიროვნებას შეუძლია. ღმერთი გადაწყვეტილებას იღებს. ეხლა წავიკითხოთ 26 მუხლი. და თქვა ღმერთმა: შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად და ბატონობდეს თევზებზე, ზღვაში და ცის ფრინველებზე და პირუთხზე, მთელს ქვეყანაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იზურის მიწაში. ანუ შეხედეთ, აქ ლაპარაკია გადაწყვეტილებაზე, ღვთაებრივი სამების წიაღში გამართულ თათბირზე, რომლის დროსაც შეფასდება სიტუაცია, მიიღება გადაწყვეტილება და მოქმედება ხორციელდება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. ეს არის პიროვნება. შემდგომ ღმერთი მბრძანებელია. წავიკითხოთ 21 მუხლი. დააკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: ინაყოფიერეთ და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას. ანუ ღმერთი აქაც როგორც პიროვნება საუბრობს, აფასებს, აკურთხებს, გადაწყვეტს, ქმნის და ბრძანებს. და ეს ჩამონათვალი შეგვიძლია დავაგზელოთ, ღმერთი ამყარებს კავშირს, ხო გახსოვთ, როდესაც იგი ადამთან და ევასთან ურთიერთობს. ღმერთი აღთქმას დებს. ჩვენ ხედავთ აღთქმას ნოესთან, აღთქმას აბრაამთან, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ღმერთი გასჯის, ღმერთი სჯის, ეს ყველაფერი ღმერთზე როგორც პიროვნებაზე მიგვითითებს. მეხუთე. ღმერთის მახასიათებელი, რომელსაც ამ წიგნში ვხედავთ, რომ ღმერთი წმინდაა. რას ნიშნავს ეს? სიწმინდე სრულყოფილების უმაღლესი ხარისხია ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა სფეროში. ანუ ეს არის ყოველგვარი არასრულყოფილების სრული არარსებობა. ეს არის სრული და აბსოლუტური შეუთავსებლობა ცოდვასთან. შემდგომ ღმერთის აბსოლუტური სიზუსტე. სწორედ ამის შესახებ აფრთხილებდა ღმერთი პირველ ადამიანებს. დაბადების მეორე თავი მე-16 მუხლი. და უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები. ღმერთი აქ ცოდვის დაუშვებლობაზე საუბრობს და თანაც ცოდვის აბსოლუტურ დაუშვებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ფრაზა სიკვდილით მოკვდები ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც შენ უეჩველად მოკვდები. მოკლედ, შანსი არ დაქვს რომ არ მოკვდე. ისევე როგორც თითქოს მაღალი ძაბვის ბოძზე არის ნიშანი წარწერით: არ შეეხო, მოკლავს. და ზოგჯერ მასზე ელვა ან ხანდახან თავის ქალაა გამოსახული. საქმე იმაშია, რომ თუ მაღალ ძაბვას შეეხებით, მოკვდებით, გადარჩენის შანსი არ გაქვთ. სწორედ ამას აფრთხილებს ღმერთი ადამსა და ევას. როცა ამბობს სიკვდილით მოკვდები, ესე იგი აბსოლუტური სიზუსტეა, რომ მოკვდები. მთელი წიგნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ამ სიტყვების დადასტურებას, როცა ღმერთი ადამსა და ევას სამოთხიდან გააძევებს. ზოგი შეიძლება ეთანხმებოდეს ან არ ეთანხმებოდეს, მაგრამ ეს არის ღვთის ბუნება. ღმერთი წყალდიდობით ანადგურებს წარღვნამდელ სამყაროს, ხოლო სოდომსა და გომორას ცეცხლითა და გოგირდით განსჯის. ჩვენ ვხედავთ, როგორი არის ღმერთი, უსაზღვროდ მართალი, აბსოლუტურად სამართლიანი და რომ მასთან კამათი შეუძლებელია. ვინც მის წინააღმდეგ აჯანყდება, აუცილებლად დამარცხდება. ღმერთი აუცილებლად ყველას მისი საქმეებისამებრ მიუძღავს. ღვთის ნორმების ნებისმიერი დარღვევა აუცილებლად ისჯება. სწორედ ამას ამბობს დაბადების წიგნი. მე-6 თვისება, რომელსაც დაბადება გვეუბნება, არის ის, რომ ღმერთი კეთილი ღმერთია. შეხედეთ მესამე მუხლს, რასაც ის აკეთებს, კარგია. და თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგი იყო. თუ გააგზელებთ ამ წიგნის კითხვას ბოლომდე, დაინახავთ, რომ მასში 7 ჯერ არის ნახსენების სიტყვა კარგია. ღმერთი ქმნის და შედეგს კარგად აფასებს. შემდეგ იგი კვლავ ქმნის და კვლავ აფასებს, რომ ძალზედ კარგია. იხილეთ 31 მუხლი. და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა და ძალზე კარგი იყო. და იყო საღამო და იყო დილა, მე-6 დღე. ღმერთი ქმნის სიკეთეს მაშინაც კი, როდესაც ეშმატის ბადეში გახვეული ადამიანები მის წინააღმდეგ ჯანყდებიან და ის მაინც ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე. გაიხსენეთ, თუნდაც როდესაც იგი ადამისა და ევასთვის სამოს ამზადებს,
იმათთვის, ვინც სიკვდილით მოგდებიან, იმათთვის, ვინც მისი სიწმიდე ხელყვეს. და არა მხოლოდ კერავს მათთვის ტანსაცმელს, არამედ გახსოვთ, მაშინვე ამბობს: ერთ დღეს მე მოვავლენ ხსნას ქალის თესლიდან. ღმერთი გვაჩვენებს, თუ რაოდენ საოცრად კეთილია იგი. ამას ხედავთ დაბადების წიგნის მთელ რიგ ადგილებში. ყურადღებით წაიკითხეთ მისი დამოკიდებულება აბრაამის, ისაკის, იაკობისა და იოსების მიმართ. და გაოცებულები ვართ, თუ რაოდენ სულგრძელია ღმერთი და რაოდენ კეთილია იგი. ბოლო მახასიათებელი, რომელსაც დაბადების წიგნი გვიჩვენებს, არის რომ ღმერთი მხსნელი ღმერთია. ღმერთი ადამსა და ევას ცოდვა დაცემის შემდეგ იხსნის, აპირდება რა მათ მხსნელს. იხილეთ მესამე თავი, მე-15 მუხლი. ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესსა და მის თესს შორის. ის თავს გიჭეჭავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე. ღმერთი გადაარჩენს ნოეს, როდესაც მთელი გახცნილი კაცობრიობა განადგურდება. ღმერთი იხსნის აბრაამს სრულღმერთების თაყვანისცემისგან და მას ქალდეველების ურიდან გამოიყვანს. ღმერთი იხსნის ისააკს ვერძის მსხვერპლად შესაწილად გაგზავნით, მაშინ როცა აბრაამს მისი მსხვერპლად შეწირვა ევალებოდა. ღმერთი იხსნის იაკობს საკუთარი მცდელობებისგან მოაწესრიგოს საკუთარი ცხოვრება და წარმატებას თვალთმაქსობით მიაღწიოს. ღმერთი იხსნის იოსებს იმ ბოროტებისგან, რომელიც მის ძმებს მისთვის ჰქონდათ განზრახული. პოტიფარის ცოლის ვერაგობისგან, ცდეთუხუცესის გუნგრილობისგან, გახსოვთ, ვინც დაივიწყა იგი საპყრობილეში. ღმერთმა იხსნა ისრაელი შიმშილისგან. დაბადების 50 თავი, მე-20 მუხლი. აჰა, თქვენ ბოროტება განიზრახეთ ჩემთვის, მაგრამ ღმერთმა სიკეთეთ მოაქცია იგი, იძახის იოსები. აი ამგვარად წარმოგვიდგენს დაბადების წიგნი ღმერთის მახასიათებლებს შემდეგი სიის სახით. პირველი, ის თვითარსებული ღმერთია. მეორე, ის სუვერენულია. მესამე, ის შემომქმედია. მეოთხე, ღმერთი პიროვნებაა. გარდა ამისა, ის წმინდა ღმერთია, ის კეთილი ღმერთია და ის მხსნელია. სწორედ ამ ღმერთზე ვისაუბრეთ ამ წიგნის შესწავლისას. ახლა კი რამდენიმე სიტყვა ამ წიგნის მეორე ასპექტის შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ღმერთს გვამცნობს, არამედ სამყაროს წარმოშობას გვიმხელს და მის მნიშვნელობას გვიხსნის. ეს გვჭირდება, რათა ვიცოდეთ, როგორ გავიკვალოთ გზა აქ, დედამიწაზე. ეს არის ერთადერთი ახსნა, რომელიც ბუნებაში არსებობს, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სამყაროს მთლიანი სურათი, რომელიც არსებულ რეალობას შეესაბამება. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, აიღეთ ბიბლია, შეისწავლეთ, გამოიკულიეთ იგი და შეადარეთ ნებისმიერ სხვა მოდელსა თუ სამყაროს წარმოშობის სხვადასხვა თეორიას. მეგობრებო, ბიბლია არის ერთადერთი წიგნი, ერთადერთი თეორია, ერთადერთი სისტემა, რომელიც შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ გარშემო არსებულ რეალობაში ვხედავთ. ბიბლიაში რამდენიმე ძირითადი ელემენტია წარმოდგენილი. პირველ რიგში ეს არის ცისა და მიწის წარმოშობა. დაბადების წიგნი გვეუბნება, რომ ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის მიწის მფლობელია. თქვენ ხო გესმით, რომ ვინც რა შექმნა, მისი მფლობელიც ის არის. ეს ასე უნდა იქნას გაგებული. იგი სამყაროს მთავარი კონსტრუქტორია და მან განსაზღვრა მისი ბუნება ისეთად, როგორიც არის. მან დაადგინა კანონები, რომლითაც ის არსებობს. მან განსაზღვრა არსებობის პარამეტრები, მიზანი და მნიშვნელობა. მეგობრებო, სამყარო არ არის ჰელიოცენტრული, როგორც ზოგიერთს ეგონა, რომ ის მთლიანად მზის გარშემო ბრუნავდა. არც გეოცენტრულია. ესე იგი, სამყარო დედამიწის გარშემო არ ბრუნავს. და არც ანთროპოცენტრულია, ანუ არც ადამიანი წარმოადგენს სამყაროს ცენტრს. არამედ სამყარო არის თეოცენტრული, ანუ ღმერთი არის რეალობის საწესი. და მხოლოდ მაშინ, როდესაც გავაცნობიერებთ იმას, რომ ღმერთმა შექმნა დედამიწა და იმასაც, თუ რისთვის შექმნა იგი, ჩვენ გვექნება სწორი დამოკიდებულება დედამიწისა და ბუნების მიმართ და არ დავიწყებთ ბუნების თაყვანიცემას მრავალი ადამიანის მსგავსად, დედამიწა, Mother Nature, არამედ. ამალდროულად, ჩვენ მასზე სათანადოდ ვიზრუნებთ იმის შესაბამისად, როგორც ღმერთმა შექმნა იგი და როგორც ღმერთი მოგვანდობს მას. ეს ძალიან პრაქტიკულია. მეგობრებო, სამყარო არ არის ჰელიოცენტრული, როგორც ზოგიერთს ეგონა, რომ ის მთლიანად მზის გარშემო ბრუნავდა. არც გეოცენტრულია, ესე იგი სამყარო დედამიწის გარშემო არ ბრუნავს. და არც ანთროპოცენტრულია, ანუ არც ადამიანი წარმოადგენს სამყაროს ცენტრს. არამედ სამყარო არის თეოცენტრული, ანუ ღმერთი არის რეალობის საწესი. და მხოლოდ მაშინ, როდესაც გავაცნობიერებთ იმას, რომ ღმერთმა შექმნა დედამიწა და იმასაც, თუ რისთვის შექმნა იგი,
ჩვენ გვექნება სწორი დამოკიდებულება დედამიწისა და ბუნების მიმართ და არ დავიწყებთ ბუნების თაყვანისცემას მრავალი ადამიანის მსგავსად. დედამიწა, mother nature. არამედ ამავდროულად ჩვენ მასზე სათანადოდ ვიზრუნებთ იმის შესაბამისად, როგორც ღმერთმა შექმნა იგი და როგორც ღმერთი მოგვანტობს მას. ეს ძალიან პრაქტიკულია. მეორე რიგში, დაბადების წიგნი განმარტავს ადამიანთა წარმოშობას. კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ფილოსოფოსები განუწყვეტლად ცდილობდნენ კითხვაზე პასუხის გაცემას. ვინ ვართ ჩვენ? რა არის ჩვენი იდენტობა? რას ნიშნავს სინამდვილეში იხო ადამიანი? ბიბლია ამბობს, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. ღვთის მსგავსად ადამიანი არის პიროვნება, რომელსაც შესწევს უნარი იაზრონოს, იგრძნოს, ისურვოს, შეაფასოს, მიიღოს გადაწყვეტილება და იმოქმედოს. ეს ფუნდამენტურად განასხვავებს ადამიანს ცხოველებისგან. სწორედ ამიტომ არის ევოლუციის თეორია არასწორი და სრულიად შეუსაბამო რეალობასთან, რადგან ჩვენ საქმე არ გვაქვს უბრალოდ მაღალ ორგანიზებულ ცხოველთან, როგორც ადამიანებს ხშირად წარმოაჩენენ. ჩვენ სრულიად სხვა სახის ქმნილებასთან გვაქვს საქმე. ამავდროულად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ თავს არ ვეკუთვნით და რომ ადამიანებს არ შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ თუ ვინ არიან, ისინი შემოქმედმა შექმნა, რომელმაც განსაზღვრა მათი დანიშნულება. და არა მარტო. ჟირფასო მეგობარო, შემოქმედმა განსაზღვრა თქვენი არსებობის აზრი დედამიწაზე. რაც უფრო ზუსტად გაიგებთ ამას და რაც უფრო ჰარმონიულად იცხოვრებთ ამ მნიშვნელობით, მით უფრო მარტივი, ეფექტური, ნაყოფიერი, მდიდარი და კურთხეული იქნება თქვენი ცხოვრება. ბიბლია ამას ვრცლად განმარტავს. უფრო მეტიც, როდესაც ღმერთმა ადამიანები შექმნა, მან ისინი მამაკაცად და დედაკაცად შექმნა. აქ ნათლად არის ხაზგასმული, რომ ისინი კაცად და ქალად შექმნა. კიდევ ერთი უდიდესი ჭეშმარიტებაა, რომელიც დღეს მასობრივი თავდასხმის ქვეშაა. და დღეს ეგრეთ წოდებული პროგრესული კაცობრიობა ამტკიცებს, რომ კაცისა და ქალის ცნებები მხოლოდ სოციალური აღზრდის პროდუქტია. ამიტომ ისინი ცდილობენ ყველა დაარწმუნონ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავად გადაწყვეტოს, თუ ვინ არის, კაცი, ქალი თუ სხვა რამ. სამწუხაროდ, ეს მეინსტრიმი სულ უფრო და უფრო მეტად გავრცელებული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თანდათან ზოგად თეორიად იქცევა. ის ძალიან ფართოდ არის გაბატონებული და მიღებულია უამრავი ადამიანის მიერ. ყოველივე ამის საპირისპიროდ, ბიბლია, კერძოდ დაბადების წიგნი, თვალნათლივ ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა კაცი და ქალი. ღმერთს აქვს განზრახვა კაცისთვის, მამაკაცურობისთვის და ჩანაფიქრი ქალისთვის. სწორედ ამიტომ ამბობს მეათე ფსალმუნიდან მესამე მუხლი. თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რა ქნას. სწორედ ამიტომაც ინგრევა დღეს საძირკველი. ირღვევა რა ღმერთის უფლება განსაზღვროს ეს რეალობა, შემდგომ თავად რეალობაც ირღვევა. რეალობა იმისა, თუ ვინ არის მამაკაცი და ვინ არის ქალი. გარდა ამისა, დაბადების წიგნი ასევე განმარტავს ადამიანური ოჯახის წარმოშობას, კაცისა და ქალისას, კერძოდ და კონკრეტულად მათ შორის ურთიერთობის წარმოქმნას. ბიბლია წარმოგვიდგენს ოჯახის ბუნებას. ერთი კაცი, ერთი ქალი, მთელი ცხოვრების მანძილზე. ასევე განმარტავს მის მიზანს. კერძოდ იმას, რომ ოჯახი საუკეთესო ადგილია ერთმანეთის მიმართ ხალისიანი და მოხარული მსახურებისთვის. რომ ოჯახი საუკეთესო გარემოა მამაკაცსა და ქალს შორის კომუნიკაციისთვის და რომ ოჯახი ახალი ადამიანების ამ ქვეყნად მოვლენის საშუალებაა. ოჯახი იესო ქრისტესა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ანარეკლია. გარდა ამისა, დაბადების წიგნი გვიხსნის ცოდვის წარმოშობას. ეს რეალობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. დაბადების წიგნი გვთავაზობს მსოფლიოს პრობლემების ძალიან ლოგიკურ, რაციონალურ და ფაქტობრივ, ანუ რეალისტურ ახსნას. მსოფლიოს კი უამრავი პრობლემები აქვს. ჩვენ ცხოვრობთ ურთულეს სამყაროში. ერთის მხრივ ის ისეთი მშვენიერია, უამრავი, ყველანაირი კურთხევით და თან ესეთი მრავალფეროვნებით, როგორიცაა სილამაზე, ჰარმონია, კმაყოფილების სხვადასხვა ფორმა, სიამოვნება, სიყვარული, მზრუნველობა, სიკეთე, ყურადღება, მიმღებლობა, ურთიერთმხარდაჭერა, გულწრფელობა, ერთგულება, თავდადება. ეს მხოლოდ რამდენიმე თვისებაა, რომელიც სიხარულს გვანიჭებს, სამყაროში ცხოვრების სიხარულს გვიჩვენებს. ან თუნდაც განვიხილოთ სილამაზის სხვა ფორმები, ხმების სილამაზე, ბუნების სილამაზე, ბუნების ძალა, რომელსაც ჩვენ ხედავთ, ადამიანების სილამაზე, ხასიათის სილამაზე, შემოქმედების სილამაზე. ესია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. სამყარო ლამაზია, მშვენიერია. ცხოვრებაში უამრავი სილამაზეა, მაგრამ ამავდროულად მთელი ეს სილამაზე ძალზედ პირქუშია. ჰარმონიის ნაცვლად ჩვენ კონფლიქტს ხედავთ.
იმის ნაცვლად რო კმაყოფილება მივიღოთ შემოქმედებითი პროცესისგან, ყოველთვის რაღაც გვაფერხებს. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც არის ტკივილი, კატასტროფა, ავადმყოფობა, სასიკვდილო დაავადება, საბოლოო ჯამში სიკვდილი. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ამინდი ხშირად ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვინდა. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ადამიანები ჩვენს მიმართ უსამართლოდ იქცევიან, სადაც ზოგიერთი ადამიანი სხვებს ჩაგრავს და ავიწროვებს. როდესაც ისინი ბოროტებას ჩადიან, როდესაც ისინი სხვებს ექსპლუატაციას უწევენ, როდესაც ისინი სხვებს ამცირებენ, როდესაც ისინი სხვებს დასცინიან, როდესაც ისინი უბრალოდ სარგებლობენ უპირატესობით და სხვებს აიძულებენ გააკეთონ ის, რაც მათ სურთ. ეს ყველაფერი ხდება იმავე დედამიწაზე. ამიტომ, როდესაც ფილოსოფოსები და სხვადასხვა რელიგიური პირები ამ რადიკალურად წინააღმდეგობრივ სურათს უყურებენ, ცდილობენ როგორმე შეათანხმონ იგი, რომ აზრი გქონდეს და გაარკვიონ, თუ რატომ ხდება ეს. ბიბლია ერთადერთი წიგნია, კერძოდ დაბადების წიგნი, რომელიც ამ კითხვას ამომცურავად პასუხობს. მაშინ ათქვამია, რომ ღმერთმა სამყარო საოცრად ლამაზი, ჰარმონიული და კარგი შექმნა, მაგრამ ცოდვა გაჩნდა. და ცოდვა გახდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის მიზეზი. და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს და კარგად გავისიგრძეგანოთ. ამაში კი დაბადების წიგნი გვეხმარება და გვიხსნის, თუ რა არის ცოდვა, როგორ იშვა ის, ანუ როგორ შემოვიდა, როგორია მისი ბუნება და პრაქტიკული გამოვლინება და რაც ყველაზე უმთავრესია, როგორ ვებრძოლოთ ცოდვას. ხოლო ბიბლია გვაძლევს სრულყოფილ ახსნა განმარტებას სამყაროში არსებული ტანჯვისა და მცუხარების, ბოროტების პრობლემის შესახებ და ასევე თუ რატომ არსებობს ბოროტება მსოფლიოში. ამის ახსნა მთელი თავისი არსით გადმოცემულია დაბადების წიგნში. მეოთხე, ბიბლია მოგვითხრობს არამხოლოდ ცისა და მიწის წარმოშობის, არამხოლოდ ადამიანების წარმოშობის, არამხოლოდ ცოდვის წარმოშობის, არამედ ცივილიზაციის წარმოშობის შესახებაც. ეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მოვლენაა, რომელსაც დაბადების წიგნი რამდენიმე თავს უთმობს. იხილეთ მეოთხე თავის მეორე ნახევარი. შემდეგ ვხედავთ წარღვნამდელ ადამიანებს. შემდეგ ვხედავთ სოდომს და გომორას. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ჩვენ ვხედავთ ცივილიზაციის განვითარებას. ცივილიზაცია არ მხოლოდ ტექნოლოგიური ფენომენია, არამედ ის ასევე სულიერი ფენომენია. ბიბლია კი განმარტავს ცივილიზაციის მნიშვნელობას და თუ რატომ გახდა ის შესაძლებელი. და ბიბლია განმარტავს თუ როგორ უნდა მიუდგეთ მას. კარგია ცივილიზაცია თუ ცუდი. და კვლავ, დაბადების წიგნი გვთავაზობს ამის საფუძვლებს. სწორედ ამიტომ, როგორც დასაწყისში აღვნიშნე და მინდა კიდევ ერთხელ დავიმეორო, რომ თუ არ იცნობ დაბადების წიგნს, თუ მის გზავნილს სერიოზულად არ აღიქვამ, ძალიან რთულია უშუალოდ პრაქტიკული, კონკრეტული ურთიერთობის განვითარება იმ კონკრეტულ მოვლენებთან, რომლებსაც ვაწყდებით. გარდა ამისა, მეხუთე, ბიბლიის წიგნი, დაბადების წიგნი, გვიხსნის ერებისა და სახელმწიფოების წარმოშობას. ეს დედამიწაზე ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რა ადგილი უნდა ეკავოს ჩემს ცხოვრებაში, ჩემსერსა და ეროვნებას? უნდა ვიყო თუ არა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის, ჩემი ენის პატრიოტი და ასე შემდეგ. და აქ პირველ რიგში მოსაზრებების ფართო სპექტრია და მეორე ამ ფონზე პრობლემების უსაზღვრო ოკეანე. ამას დაბადების წიგნი გვიმართავს. ის გვიხსნის თუ რატომ არსებობს სხვადასხვა ერები, რატომ არსებობს სახელმწიფო ძალაუფლება და რა მიზანს ემსახურება. თუ რა როლი აქვს სახელმწიფოს, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს მთავრობასთან. ამის შესახებ კი მე-9 და მე-11 თავებში ვკითხულობთ. გარდა ამისა, მე-6, დაბადების წიგნი კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს გვაწვდის. ის ისრაელის წარმოშობას განმარტავს. ისრაელი განსაკუთრებული ერია, რომელიც ღმერთმა განსაკუთრებული მიზნისთვის აირჩია. ასე რომ, დაბადების წიგნი განმარტავს, თუ ვინ არის ისრაელი, საიდან წარმოიშვა, რა არის მისი ბუნება, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც ისრაელის წინაპრები იყვნენ და რა არის ამ ყველაფრის მიზანი. რატომ არსებობს ის? რა არის მისი დანიშნულება ისტორიაში? აშკარად ცხადია, ისტორიულად დომინანტი ერია ისტორიაში. არ არსებობს ერი, რომელიც არ არსებობდა, ან სახელმწიფო, რომელიც 2000 წლის განმავლობაში არ არსებობდა, შემდეგ კი ხელახლა აღორძინდა და ისტორიის ქარცეცხლს გადაურჩა. ესე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და დაბადების წიგნი დეტალურად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე წარმოგვიდგენს ამ ხალხის წარმოშობის ისტორიას. ბევრი რამ არის გადმოცემული ა ブラ ამის, ისაკისა და იაკობის შესახებ. ის არამხოლოდ მათ რწმენაზე, არამედ მათ შეცდომა წარუმატებლობაზე საუბრობს. მასში საუბარია მათ სისუსტეებზე, საუბარია იოსებზე, მის სასწაულებრივ გადარჩენაზე და ასე შემდეგ. და ყველაზე დიდი, ყველაზე უკანასკნელი რამ, რასაც დაბადების წიგნი გვეხება, არის ხსნის ღმერთისეული გეგმის წარმოშობა. ეს ალბათ დაბადების წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია.
მოდით კიდევ ერთხელ განვიხილოთ. დაბადების წიგნი გვიმჟღავნებს ღმერთის რეალობას. ის გვაჩვენებს თუ ვინ არის ღმერთი. რატომ? იმიტომ რომ ღმერთის შემეცნების გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ზოგადად ცხოვრებაში სწორად ორიენტირება. ამის შემდეგ ეს წიგნი ამბობს და განმარტავს წარმოშობას. ცისა და მიწის, ანუ სამყაროს წარმოშობას. შემდეგ მოდის ადამიანების წარმოშობა. ვინ არიან ადამიანები? შემდეგ მოდის ცოდვის წარმოშობა, რა დაემართათ ადამიანებს? შემდეგ მოდის ცივილიზაციის წარმოშობა. როგორც ცოდვილებს, მათ მაინც აქვთ ღვთისგან ბოძებული განვითარების უნარი, რა არის ეს და როგორ უნდა მოვეკიდოთ მას. შემდეგ მოდის ერებისა და სახელმწიფოების წარმოშობის აღწერა. ეს ცხოვრების ჩვენი დღევანდელი ცხოვრების დიდი ნაწილია. უფრო მეტიც, ისრაელის ხალხის წარმომავლობა ძალზედ კონკრეტულია, ამაზე ბევრი ითქვა. და საბოლოოდ, მთელ ამ ფონზე გადარჩენის ღმერთისეული გეგმის სათავე იკვეთება. ჩვენ უკვე განვიხილეთ რამდენიმე მონაკვეთი და მსურთ წავიკითხოთ დაბადებიდან რამდენიმე ტექსტი, რომელიც ამის დანახვაში დაგვეხმარება. პირველ რიგში მესამე თავის მე-15 მუხლი. ცოდვადაცემისთანავე ღმერთი გველს მიმართავს და ეუბნება: ჩამოვაგდე მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის. ის თავს გიჭეჭავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე. ამიტომ ღმერთი თავიდანვე ამბობს, ასე ამგვარად განვითარდება მოვლენები და ჩემი მიზანია რომ დედაკაცის თესლმა ერთ დღეს ეშმაკს თავი გაუჩეჭყოს. მეცხრე თავის მერვე მუხლში კი ვკითხულობთ, რომ ღმერთმა აღთქმა დადო ნოესთან და მის შვილებთან. ეს აღთქმა ძალიან საინტერესოა. და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად. ახა, აღთქმას დებთ თქვენთან და თქვენ შთამომავლობასთან. ღმერთი არ არის ვალდებული ვინმესთან დადოს აღთქმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ავლენს თავის კეთილ ნებას, ის მათთან აღთქმას დებს და მათთან ერთად ყველა ცოცხალ სულთან. ასე ასკვნის მე-11 მუხლში, რომ ამიერიდან წარღუნის წყლებით არც ერთი ხორციელი აღარ მოისპობა და წარღუნა აღარასოდეს მოხდება დედამიწის დასაღუპად. და რისთვის იდება ეს აღთქმა? იმისათვის, რათა კაცობრიობის არსებობა გაგრძელებულიყო, რომ მაცხოვრის შტო, გამოსყიდვის ხაზი განვითარებულიყო და განხორციელებულიყო. შემდეგ ღმერთი აბრაამს ირჩევს და მასთან აღთქმას დებს. დაინახეთ ჩვენ წინაშე როგორ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, სულ უფრო ნათლად და ღრმად იხსნება გამოსყიდვის ეს სწავლება. წავიკითხოთ დაბადების მე-12 თავი, პირველი მუხლიდან, მესამის ჩათვლით. და უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამა შენის სახლიდან, იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ. დიდ ერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენ სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს. და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი. ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ ღვთის საბოლოო მიზანი როგორ არის ნათლად გამოხატული. ის ირჩევს რა აბრაამს, გარდაქმნის მას, ამრავლებს, აყალიბებს მისგან ერთს, რათა ერთ დღეს მისი მეშვეობით აკურთხოს დედამიწის ყველა ტომი. გალატელთა მიმართ ეპისტოლე გვამცნობს, რომ აქ საუბარია იესო ქრისტეს მიერ გოლგოთას ჯვარზე აღსრულებულ გამართლებაზე. ის ამბობს, რომ ეს იოლი არ იქნება, რომ ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. იხილეთ მე-15 თავის მე-13 მუხლი. და უთხრა უფალმა: იცოდე, ხიზნებად იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის ქვეყანაში, დამონებული და დაჩაგრული ეყოლებათ 400 წელი. ის ნათლად ამბობს, რომ ამას მრავალი წელი, მრავალი საუკუნე დასჭირდება. ანუ ეს დიდი ისტორიის დასაწყისია, ასევე დიდი გეგმის, რომელიც თანდათანობით განხორციელდება. ჩვენ ხედავთ თუ როგორ მიხავს ღმერთს თავისი ხალხი ამ მიზნისკენ, ძალიან ფრთხილად, ძალიან ზედმიწევნით, როგორი დაჟინებით და თანმიმდევრულად. დასვოთ ისტორია თუ როგორ გაყიდეს იოსები მონად მისმა ძმებმა. ნუ ისე, ყოველ შემთხვევაში და როგორც უმეტესწილად ასეთ ვითარებაში, ის ალბათ უბრალოდ დაიკარდებოდა ეგვიპტის უამრავ მონათა შორის. მაგრამ არის ერთი ფრაზა, რომელიც რამდენჯერმე მეორდება. თავი 39, მუხლი 2. არ მიუტოვებია უფალს იოსები. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი ახორციელებს თავის გეგმას. ამგვარად, დაბადების წიგნი გვიმხელს ღმერთს, გვიხსნის დღევანდელ სამყაროში მიმდინარე ყველაფრის საფუძველს. და როდესაც მის შესწავლას ვიწყებთ, ვთხოვთ ღმერთს დაგვეხმაროს, რათა ამ ჭეშმარიტებებმა მყარი საფუძველი ჩაუყაროს ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. ეხლა მინდა დავასრულო 118 ფსალმუნის 142 მუხლით. სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და რჯული
შენი ჭეშმარიტია. გასაჭირი და სიძნელე დამატყდა თავს, მაგრამ შენი მცნებები სიხარულია ჩემთვის. მართალია შენი მოწმობანი საუკუნოდ, მომეცი გაგება, რომ ვიცოცხლო. ეხლა ვილოცოთ ამისთვის. უფალო ღმერთო ჩვენო, გმადლობ რომ შეგვაგონებ. ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, დროში, როდესაც საფუძვლებს ძირს უთხრიან, როდესაც საფუძვლებს ანგრევენ. ჩვენ ხედავთ როგორ ხდება ეს მთელ მსოფლიოში და როგორ ხდება ეს ჩვენთვის შეუმჩნევლად, თუნდაც ჩვენში, ქრისტიანულ სამყაროში. ამიტომ დღეს უფალო, როდესაც ვიწყებთ ამ უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ციგნის შესწავლას, ციგნს, რომელიც შენზე საუბრობს, ციგნისაც, რომელიც სამყაროს წარმოშობაზე საუბრობს, უფალო, გთხოვთ, რომ მოგცე მისი გაგების უნარი. და რაც ყველაზე უმთავრესია, უფალო, დაგვეხმარე, რომ ჩვენი ცხოვრების საფუძველი ამ სიტყვებით გაძლიერდეს. უფალო, გვაკურთხე, რათა ამ ჭეშმარიტებათა შეცნობისას ყველა მაკმყოფმა, თითოეულმა ჩვენგანმა, ყველამ, ვინც ამ ქადაგებებს მოისმენს, განვამტკიცოთ ჩვენი საძირკველი შენში. უფალო, უფრო ზუსტი და ნათელი გახადე ჩვენი გაგება შენ შესახებ, ჩვენი გაგება იმის შესახებ, რაც ჩვენს გარშემოა. გევედრები ყოველი სულისთვის. ხედავ უფალო, განსაკუთრებით მათთვის, ვისი საძირკველიც დღეს შერყეულია, ვინც გარკვეული ფილოსოფიებისა და იდეოლოგიების გავლენის ქვეშ მოექცა. ვინც იმ მდგომარეობაშია, სადაც შენ და შენი კანონის ნაცვლად სხვა რამ ბატონობს. უფალო, გამოავლინე შენი ცხალობა შენი ხალხის მიმართ დღეს და გაგვაძლიერე შენს გზაზე სულაში. იესო ქრისტეს სახელით გევედრები, ღმერთმა დაგლოცოთ.